უფლისაგან ჩვენ საყვედროს ვიღებთ, ნიკოდიმოს ასაცეუნება ჩვენს გვეხება. შენ ახარ მოძღვარი ისრაელისა და ესი არა იცი. ეხლა ვიღაცა იტყვის ერისკაცი, მე ხო მოძღვარი არა ვარო. ჩვენ სამეფო და სამღვდელო დასი ვართ ყველა. იერარქიულად მღვდელი არ ახმარა. რა არის მოძღვარი? აი დედა რო სახში შვილებს ზდის, ან ადამიანს რო ურწმუნო მეუღლე ყავს, ან ბებია ყავს ურწმუნო, ან და ყავს, ან თანამშრომელი. იქ და შენ თუ ქრისტიანი ხარ, შენ ფიქრობ რომ იმის მოძღვარი არა ხარ? რა თქმა უნდა კი არ უნდა დაიწყო ხა, ქადაგად კი არ უნდა დავარდე, მაგრამ შენი ცხოვრების წესით უნდა ანათებდე და თუ კითხავს, შენი სიტყვა არა მარტო ლოგიკური უნდა იყოს, არამედ მადლიანი, ანუ ჩვენ მოწოდებული ვართ ამისათვის. და უფალი საყვედურს გეუბნება, შენ მოძღვარი ხარ ისრაელისა, ანუ ღვთისმშობელი ერისა და ეს არ იცი, რას ნიშნავს ადამიანი მეორედ დაიბადოს, ადამიანს შინაგანი ცხოვრება ჰქონდეს?